ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ პაციენტს სხვა ადამიანის კიდურების გაკონტროლების საშუალება მისცა. კი, არ მოგეჩვენათ. ნიუ-იორკში ტვინის იმპლანტის გამოყენებით კისრის ქვემოთ სრულად პარალიზებულმა პაციენტმა ფიქრით სხვა ადამიანის კიდურების გაკონტროლება შეძლო. ის რომ პარალიზებულ ადამიანებს იმპლანტების გამოყენებით საგნების გადაადგილება და მეტიც ტელეპათიურად კომპიუტერული თამაშების თამაშიც კი შეუძლიათ, არ ახალია. მაგრამ აი ახლა ფიქრით სხვა ადამიანების კიდურებსაც ამოძრავებენ. კი ტომას 4-ვე კიდური პარალიზებული აქვს. მან ტრავმა 2020 წელს აუზში ჩაყვინთვისაც მიიღო. კისერი დაიზიანა, რის შედეგადაც ზურგის ტვინის შესაბამის ფუნქციონირებას ვეღარ ასრულებს. 2023 წელს მან იმპლანტის გამოყენებით ჯერ საკუთარ ხელებში ნაწილობრივ დაიბრუნა უძნობელობა. და აი ახლა ტვინის იმპლანტმა მას საშუალება მისცა აკონტროლოს სხვა ადამიანების კიდურები. კვლევის ფარგლებში კიტმა შეძლო კეტი დინაპოლის 60 წლის ქალის ხელების კონტროლი, რომელსაც ზურგის ტვინის ნაწილობრივი დაზიანება აქვს. შედეგად ქალმა წყლის ბოთლის აღება და მისგან წყლის დასხმა შეძლო. წარმოიდგინეთ ამ ტექნოლოგიის პოტენციალი და მომავალი, სადაც შეგრძნებების რეალურად გაზიარებას შევძლებთ.